განსაკუთრებით ეს ამოვიდა ძიმე ინფორმაციის ზვავი მართლაც დასავლეთ საქართველოდან არ არსებობს თოვლის საფარის კრიტიკული დონე, ანუ თუ რაღაცა სპეციფიკაციაში ვერ ერკვევი, ამინდის პროგნოზი არ გინახავს, მეტეოროლოგებთან არ გაგიულია კონსულტაციები, რამე ისეთი დასაბუთებული მეცნიერულად შეტყობინება არ მიგიღე, ეს თვალსაჩინოდ ხო ხედავ, რომ თოვლის საფარის დონე აღწევს კრიტიკულ ნიშნულს. ერთ წამში ხო ვერ მოვა 2 მეტრიანი თოვლი. არ არსებობს ესეთი საფარის, ასე ვთქვათ, კრიტიკული დონე, როდესაც უკვე უნდა ჩაგერთოს განგაში სიგნალი და გადახვიდე რაღაც მოქმედებაზე. სტუდენტობის დროს გამახსენდა დღეს, რომ სტუდენტობის დროს ჩვენ ამოვყავით თავი, სტუდენტებმა ერთ-ერთი უმაღლესიდან 30-მა კაცმა ამოვყავით თავი, ყაზბეგში ვიყავით თუ არ მეშლება და საბჭოთა კავშირის პერიოდია და მეორე დღეს გამოგვიყვანეს 30 სანტიმეტრი იყო თოვლი. არ ქონდა მნიშვნელობა, მოგვაყენეს მანქანები, გამოყვანეს იქ და ეს სისტემა, სამაშველო სისტემა უფრო გამართული იყო ვიდრე ახლა. შეუძლებელი იყო რომ არ გამართულიყო. უკაცრავად მესტია სხვანაირად ჩვენ ვერ გადავიტანდით. მეორე დღესვე უკვე ვერ ფრენები მესტიაში იყო. იქ ის რაც ხდებოდა 85 წლის ტრაგედიის დროს, იქ ყველა იყო, იქ მაშინ მობილურები არ იყო, ხალხი შველას ვერ ითხოვდა, უბრალოდ სახელმწიფო მოქმედებდა სწრაფად. იმიტომ რომ სისტემა იყო აწყობილი. გაბედავდა რომელიმე სამსახური არ იქნებოდა ჩართული. და ამიტომ ვამბობ, რომ სისტემის არარსებობამ, უსისტემობამ მოგვიყვანა აქამდე არაკოორდინირებულმა მუშაობამ. მე გვახსენდება, რომ კოორდინირება საჭიროა. მე არა, მანამდე უნდა გავაკეთოთ. აი დღეს უკვე უნდა დავიწყოთ მზადება წყალდიდობების და მეწყერების. უკვე უნდა დავიწყოთ აი სწორედ ამ რეგიონებში სადაც უხვი თოვლია. ხო, მოსალოდნელია გაზაფხულზე, როდესაც თოვლი დაიწყებს დნობას, გაზაფხული დამდგარია ფაქტიურად ჩათვალეთ და რეალურად მართლა სერიოზული პრობლემაა. უკვე უნდა დაიწყო მზადება, იმიტომ რომ უკვე პრობლემაა. ჯერ ის არ ვიცით მომავალ კვირას რა სიტუაცია და რა ვითარება გვექნება, იმიტომ რომ ტემპერატურებია და მოლიპვა და ყინული უფრო საშიშია ძალიან ბევრ შემთხვევაში მძიმდება თოვლი და უფრო მეტი დანგრევები გვექნება ადგილზე. ამიტომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა წამებს და დროს. ანუ ხალხი სასწრაფოდ გამოსაყვანია? იქ საიდანაც გამოსაყვანია უნდა გამოიყვანონ სწრაფად. როგორ უნდა გამოიყვანონ? ანუ ვერტფრენები უამინდობის გამო ვერ შედიან. უკაცრავად ეხლა საკმარისი ძალები არის შეყული, უბრალოდ ეხლა უნდა მიუშვან ის ხალხი და ორგანიზება გააკეთონ, რომ ხელით უნდა გაკვალონ გზები. სხვა გამოსავალს მე ვეღარ ვხედავ. ბატონო ანდრო, თქვენც მინდა ვკითხო, ანუ ალბათ არ ვიცი, ყველა ნორმალურ ქვეყანაში თავმოყარე სახელმწიფოც არ არის საჭირო ამისათვის, რომ რაღაცა შენს უსაფრთხოების პოლიტიკაში საფრთხეებზე, კრიზისების რეაგირების ეფექტური სქემა შეიტანო, ხო? ეხლა რასაც არ იღებს ხელისუფლება კრიტიკას, ბუნებრივია, მაგრამ არსებობს რეალობა, რომელსაც ვადევნებთ თვალს. მედია საშუალებებს რომ თავი დავანებოთ, ხო? მათი პოლიტიკური მიკერძოებიდან გამომდინარე, სოციალური ქსელები იძლევა იმდენ ინფორმაციას, რომ თანაც საქართველოს პატარა ქვეყანა, ყველას ყავს ახლობელი ნათესავი, გურიაში თუ არ ყავს, აჭარაში ყავს, აჭარაში თუ არ ყავს, იმერეთში ყავს, იმერეთში თუ არ ყავს, არ ვიცი, ზემო სვანეთში ყავს, თუ ქვემო სვანეთში ყავს, რაჭა-ლეჩხუმში ყავს, მოკლედ სადაც არის ეს დიდ თოვლობასთან დაკავშირებული პრობლემები. რასაც თვალს ვადევნებთ, რჩება შთაბეჭდილება დილეტანტის დონეზე, ამ შემთხვევაში მე როგორც დილეტანტი ვსაუბრობ, რომ ერთგვარ დაბნეულობას ჰქონდა ადგილი. არ ვიცი, ან მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ შეაფასეს რისკები და კრიზისის სიმწოვე, ან დროულად არ მოხდა ჯერ ადგილობრივი სამაშველო სამსახურების რეაგირება და შემდეგ უკვე აქ დამატებითი სამაშველო ძალების მობილიზება. თქვენ როგორც სპეციალისტი, აი როგორ შეაფასებდით თქვენი თვალთახედვით, სად იყო დაშვებული გარკვეული ტიპის შეცდომები თუ არა გულგრილობა?
სამწუხაროდ მართავს ვბრძანებთ, ძალიან სამწუხაროდ უნდა მოვახდინოთ ფაქტის კონსტატაცია, ოღონდ უკვე პირველად არა რომ კრიზისების მართვა არ ვიცით სახელმწიფოში და როდესაც კრიზისების მართვა არ ვიცით, ჯერ პირველ რიგში არ ვიცით როგორ არ უნდა გადაიქცეს ბუნებრივი მოვლენა კრიზისად, იმიტომ რომ იყო შესაძლებლობა რომ საერთოდ კრიზისი არ დამდგარიყო აქედან ეს თორე. ეხლა ალბათ ნინომ ბრძანა ორი კვირაა შეტყობინებებს ვიღებთ და ელემენტარული მართლაც იმის დაგზავნა მაინც შეიძლება ადამიანებისთვის რა უნდა მოიმარაგოს, როგორ მოიქცეს ან როგორ არ უნდა მოიქცეს. ეხლა ამას გარდა მე თავმოყარეობაზე არ არის სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა კრიზისების მართვა. როდესაც სახელმწიფო ვერ მართავს კრიზისებს, მაშინ ერთვებიან ადამიანები, იმიტომ რომ დღეს ჟურნალისტის ფუნქციასაც სოციალური ქსელი ითავსებს და ინფორმაცია აღარ არის ისე როგორც საბჭოთა კავშირში იყო, რომ ვრემიადან მიეწოდებოდა. ხო, ადამიანს ესმის რომ მისი მოყვასი გაჭირებაშია, იღებს შესაბამის აღჭურვილობას, საბედნიეროდ ესეთი ადამიანები ყავს და მიეშურებიან იქ. აი, სადაც მიეშურებიან, იქ უკვე მთავრობის განცხადება მართალია, თუმცა არა გულწრფელი. მართლაც შეიძლება ამ მოხალისეებმა გარკვეული პრობლემა შექმნან, ოღონდ სწორად მინდა ეს ადამიანებმა გაიგონ. პრობლემას ისინი კი არ ქმნიან, პრობლემას სახელმწიფო ქმნის, რომ ამ კარგი ხალხის კოორდინაციას ვერ ახერხებს, თორე თასვლელები, რომლებიც ჩვენ გვყავს თოვლში სიარულს ნაჩვევი ადამიანები, მაშველები, ეს ყველანი რეზერვისტები არიან და ეს ავსტრიაში, შვეიცარიაში ისეთ ქვეყნებში სადაც ჩვენ ეს როგორც სისტემა ჩამოყალიბებული ასეთი სამაშველო რეზერვის სისტემა აქვს. ისიც კი არ ვიცი ჩვენ მაშველებს თუ აქვთ სპეციფიკური მომზადება თოვლში სამაშველო სამუშაოების წარმოების. ჩვენ სახელმწიფო უწყებას გულისხმობთ. ჩნდება შთაბეჭდილება რომ კრიზისი არ იმართება, ან არასწორად იმართება. ეხლა ერთეულ ადამიანს შეიძლება რაღაც გამოცდილება ჰქონდეს, შეიძლება მეც ჰქონდეს რაღაც გამოცდილება, მაგრამ იქ ადგილზე როდესაც ჩადის მაშველი, მას უნდა დახვდეს ზუსტად სამოქმედო სქემა. გადასარჩენია ესა და ეს პიროვნება, აქ არის ჩასაყრელი საჭმელი, აქ არის გზა გასაკვალი, აქ არის გასაკეთებელი, თორე მე ახლა რისი გამოცდილება მაქვს პირადად ამაზეა ზუსტად საქმე, არაკოორდინირებული მოქმედებით შეიძლება პირიქით ერთმანეთს ხელი კი არ შეუწყოთ, პირიქით ხელი შეუშალოთ და მე ახლა სურათებზე რასაც ვხედავ, მაინც და მაინც დეტალებში ჩაღრმავება არ მინდა, იმიტომ რომ ძიმე მდგომარეობაშიც კი ჩემ კოლეგებზე ახლა რაღაც ფილიკი და ის არ გამოდის სწორი, მაგრამ სურათებზე რასაც უყურებთ აბსოლუტურად იქ ცოტა საერთოდ არ არის მომზადებული ის ღონისძიება, რომელიც ახლა იქ ტარდება. ელემენტარული ფორმაში. ამ შემთხვევაში თქვენც ჩაგეკითხებით სახელმწიფო სამაშველო სამსახურის სახელმწიფოზე მაქვს საუბარი, თორე ადამიანები როცა კეთილინებით ესმით ადამიანის გაჭირება და იქ მიდიან დასახმარებლად, პირიქით სახელმწიფომ უნდა გადაანაწილოს მათთან მადლობის მეტი რა გვეთქმის, ახლა რომ ვამუნათებთ პირიქით რომ ხელს უგვიშლიან, ხელს როგორ გვიშლიან. აი რა დაინახეთ ფოტოზე მითხარით რა კონკრეტულად ისეთი რამაც გაგიჩნდა. რატომ ეცვა კამუფლაჟი მაშველს, ძალიან საინტერესოა კამუფლირებული ფორმა რატოაცვია მაშველს. თეთრი ფორმა რო ცუდად გამოჩნდეს ეს ფორმა არის საბრძოლო მოქმედებების არა, მისთვის შესაძლებელია სიცივისგან იცავს, მის განცდა არ იცავს სიცივისგან, დამეთანხმება, ვინცაც ფორმაც მიაქვენ არ უნდა იცოდეს. არის მარტო ეს, რა ქვია, საქმე? არა, ფორმის ფერი არ არის კამუფლაჟი, კამუფლაჟი არის შენიღბვა. ქართულად და ვინიღბები მაშინ როცა მტერს ვემალები, როცა სნაიპერი მებრძვის, პირიქით ამ რეკლიფერი მაცვია რომ დამინახოს ადამიანმა და მე თვითონაც რომ ჩამოვარდე იქიდან ადვილად მიპოვონ. ფერი არ არის, სითბოს ფერი არ განაპირობებს. ეხლა ეს მე აქ იმაში კი არ შევდივარ პოლემიკაში, არ გვაქვს ჩვენ ეს გაჭირება რომ შესაფერისდანსაც ველი ვერ ეცვათ მაშველებს, თორე სითბოსთვის სხვანაირი ფორმები არსებობს. შვეიცარელებს აქვთ მაგალითად ნარინჯისფერი და სულელები კი არ არის, ამ თაში ნებისმიერ სპეციალურად რომ გამოჩნდეს თოვლში. პირიქით და